ეხლა მე ვეცდები, რაც მაინტერესებდა მთელი ამ 12 წლის განმავლობაში, გამოვკითხოთ ყველაფერი. მოდი პირველ რიგში მაყურებელს ავუხსნათ, საიდან გაჩნდა სერიალის იდეა და რა იყო მისი თავდაპირველი სახელწოდება. ქეთის იდეა იყო, როგორც მახსოვს, კი რა, ხო, ქეთის იდეა იყო. თავიდანვე და სერიალის სახელწოდება იყო ეს რა ჩვენ ერთმანეთში ხუმრობდით წრემლიანი соуზი ესე თქვა თქვენ ახსენეთ წინა გადაცემაში ხო ჩახოხბილი თქვა ყოჩი მე ისიც არ შეიძლება ვინმე ხუმრობით სადღაც თქვა და ყოჩისად ჩარჩა ხო ჩახოხბილი მაგ დროს ჯერ ხუმრობდით რა არ იყო ეს მე მახსოვს რა იცით ეს მე გამახსენდა ჭამა და სექსის გადაღების დროს იყო სერიალი ჩართული აი როგორც ესე ყველა ქართულ ოჯახში თურქული სერიალები იყო ძალიან მოდაში და ქეთი ამბობდა შუალედებში გავაკეთოთ ესეთი სერიალი აი დარწმუნებული ვარ რომ ძალიან კარგად იმუშავებს და მე საკმაოდ ბევრი წლის მერე გამახსენდა ის ქეთის სიტყვები რომ ქართველებს გვიყვარს რა ამის ყურება სხვის ოჯახში ყურება და ჩვენერი ადამიანების გულშემატკივრობა და აღმოჩენა როგორ იქცევიან ამა თუ იმ რაღაცა მოცემულობაში რა ხო მე ზუსტად მახსოვს ყველაფერი აბა მოგვიყევი არა მან როგორ იყო ჭამა და სექსის იდეა თავისთავად ამოვიდა სერიალის იდეიდან მოდი ჯერ გადავიღოთ ესე ნოველებად რაღაცა ფილმი და მე პერსპექტივაში ეს იქნება ჩვენთვისვე რაღაცა ძალების მოსინჯვარო მე რაღაც უფრო დიდ პროექტს გამოვედოთ და ქეთის ჰქონდა იდეა და ეს იყო ფორუმჯიზე იყო რაღაცა ქალების და დიასახლისების ჯგუფი და იქ ბევრი ასე ვთქვათ სასაცილო და საინტერესო ამბავი იწერებოდა და ზოგადად ქართულ სოციალურ რეალობაზე თვალსაჩინო იყო რომ იყო სივრცე გაგვეკეთებინა რაღაცა რაც საინტერესო იქნებოდა მაყურებლისთვის რა და ჩაითრევდა მე რა თქმა უნდა ჩცდომ დიდი ტრანსფორმაცია განიცადა დროთან განმავლობაში გააღრმავდა გაფართოვდა და რეალურად ეს არ არის ერთი სერიალი ეს არის რაღაც ერთ ღერძზე შემოშენებული რამდენიმე სერიალის ერთობლიობა და ვფიქრობ, რომ მთავარი ის მუხტი, რაც მაშინ ჩვენ ჩავიფიქრეთ და ეს იყო ასე ვთქვათ, კოდი ფრაზა იყო, რომ ყველა თავს იტყუებს. ყველა სერიალს აქვს თავისი რაღაც ასე ვთქვათ, ფილოსოფიური დასაყრდენი. ამ სერიალის მთავარი არსი იყო, რომ ქართველებს გვაკლია რეფლექსია, ქართველები ზედმეტი გვაქვს ფარისევლობა და აქედან გამომდინარე, რომ არ ვიაზრებთ ჩვენი პრობლემების წარმომავლობას და არ ვიყურებით საკუთარ თავში, ხშირად ვერ ვიგებთ მიზეზებს, რატო ვართ ამა თუ იმ მდგომარეობაში, რატო გვჭირს ან სასაცილო, ან სამწუხარო ამბავი და ამ სიტუაციების გადაკვეთის შედეგად გადავწყვიტეთ, რომ მივიღებდით აი ამ დრამატურგიულ თარგს, რაც მაყურებლისთვის საინტერესო იქნებოდა და მე მგონი ქეთიმ ეს ძალიან მაგრა გააკეთა. ეს თავიდან ბოლომდე ესე კონცეფცია იყო, ქეთის მოფიქრებული სათაურს რაც შეეხება, სათაურს რა თქმა უნდა მაიმუნობდით, ამ წრემლიანი соуსი რაც ნიშნავს გაჭირვებული უბედური დიასახლისი соуს რო აკეთებ თან ტირის და ეგ იყო ირონიზირება თემაზე, ასე ვთქვათ, თორე სახელი რაღაც დიდი პერიოდი ესე რაღაცა უთელავდით დაქალები და არ მოგწონდა და მე გიორგიმ მოიფიქრა ძალიან მაგარი რაღაცა, ჩემი ცოლის დაქალები, ანუ რო არ ჩავიკეტოთ თარგეტირებულად ქალების ემაზე სეგმენტზე გავაკეთოთ ეს ყველაფერი კაცის point of view-ით და ეს იყო კონცეფცია შეიკრა სათაურშივე უკვე გიორგის თავს. თუმცა მე ლიფონოვისთვის ბევრჯერ მithქვამს, აი ღამის 2 საათზე ხან პომადას რო გადაისმევდა ვიღაცა და ხან სადღაც და მოდით რა და მე კი რა გეგონა ეხა გოგოებზე რო ვაკეთებდი ამ სერიალს, ტანჯავდით ხოლმე მახსოვს და ყოჩი იყო დაჩაგრული, იმიტომ რომ პომადა ნამდვილად არ ჭირდებოდა ყოჩის. საერთოდ თაობები გაიზარდნენ ამ სერიალზე და დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრი თაობა გაიზრდება, იმიტომ რომ აქტუალურობას არ კარგავს. ჩემთვის როგორც მშობლისთვის ერთვენიერ დღეს აღმოვაჩინე, იმიტომ რომ სათოფჩობელი არ ვიყავი ამ სერიალში მუშაობა რო დავიწყე და მე უკვე 2 შვილის დედა ვიყავი და ჩემი შვილები მე გახდნენ მაყურებლები, როდესაც სერიალი დასრულდა. და რასაც ისინი სოციალურ ქსელში უყურებენ, მივხვდი რომ ეს არის ერთ-ერთი თუ ერთადერთი არა, უსაფრთხო პროექტი. და რაც ყველაზე მეტად მომწონს, სწორედ ხვდებიან ამ მესიჯებს. აი ძალიან სწორად იღებენ იმ ყველაფერს. ეს იქნება ტრანსგენდერის თემა, აუტისტი ძმის ცემა, ფოტოების გამო ქუჩაში. ამას ძალიან თამამად და აი ესე თემებს ძალიან ხშირად ეხებოდა ქეთი. შიდა პროცესი მაინტერესებს, როგორ ხდებოდა ხოლმე თუ შეგიძლიათ. Intelligent comedy ქვია ამ მიმართულებას რა ზოგადად ასე ვთქვათ სერიალებში, როდესაც ხდება რამდენიმე შრის განხილვა რაღაცა მოცემულობის ფონზე, ხო?
აქედან გამომდინარე, ფენომენიც ამ სერიალის მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება ყოფილიყო ეს სერიალი ყველასათვის რა. ქართულ პატარა ბაზარზე თუ აკეთებ და გინდა რომ რაღაც გააკეთო, ეს უნდა იყოს ყველასათვის, იმიტომ რომ თარგეტირებული პატარა ვიწრო წრეზე გათვლილი პროექტი ამ შემთხვევაში ასეთი მასშტაბის ვერასდროს ვერ გაამართლებს კომერციულად. ამიტომ ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ მიგვენათებინა შუქი ბევრი პრობლემისთვის, რომელიც არსებობდა. თუ გახსოვს, ერთ-ერთ პირველ სერიებშია, მესამე სერიაში მე მგონი, როდესაც თინასთან მოყავთ გასარიგებლად ბიჭი და იქ რო ქალის და კაცის კამათი მიდის კონსერვატიული გადმოსახედიდან კაცის მსჯელობა და თინას თანამედროვე ფემინისტური მიდგომა, აი მაშინ მაგაზეც კი უზარმაზარი ტალღა წამოვიდა, როგორც მორალური შეტევის, ლანძღვის, მაგრამ საბოლოო ჯამში ოღონდ რა გამოიწვია, იცი, კარგად გაკეთებული პროდუქტი იძლევა საშუალებას, რომ ადამიანები შენ კი აღარ გეჩხუბებიან, ერთმანეთში იწყებენ კამათს პოზიციებიდან გამომდინარე. ამიტომ ჩცდ-ს ფენომენი მარტო რეიტინგი არ იყო და ციფრი, რომელსაც ის კონკრეტულად ეთერში გასვლის დროს წერდა. ეს იყო რეზონანსი, რომელსაც მე იწვევდა რა. სულ მახსენდება, როდესაც პანდემიის მერე თქვა ვიღაცამ, რომ ავტობუსები გამოვიდა და ჩცდ აღდგა და ანუ დავუბრუნდით ცხოვრების ნორმალურ რიტმს. და ეს ისეთი იყო, ცოტა შემეშინდა კიდეც, იმიტომ რომ ეს უდიდესი პასუხისგებლობა და ეს იყო და დაუსრულებელი პროცესი. როგორ მოხდა მსახიობების შერჩევა? ორი სიტყვით რო ვუთხრათ, ვიზე იცოდით ზუსტად, ან პროცესში როგორ მოხდა ეს ყველაფერი, ცოტათი რომ გავიხსენოთ. გიო. შენზე ვიცოდით ზუსტად. ჩემზე ჭამა და სექსიდან, ჩემზე და ყოჩიზე? შენზე და ყოჩიზე ხო? ანუ ის კარგი გენერალური რეპეტიცია გამოვიდა. ხო, რაღაც პილოტივით გამოვიდა სერიალის ჭამა და სექსი. მერე გოგოები შემოგვიერთდნენ. ხო, მერე გოგოებზე რაღაცა მახსოვს, რომ ბევრი ვეძებეთ. თინაზე იყო ძალიან დიდი ყურადღება და დიდი კასტინგი. ბევრი გოგო იყო. სიახლე იყო რა, მაგ ნარატივის მქონე პერსონაჟის თამაში იყო ქართულ კინოში. პერსონაჟი ხო, მაშინ და ძალიან რთული იყო, რომ მან სწორი წონასწორობა დაგვეცვა რა. ის უნდა ყოფილიყო ფემინურიც, თან არ უნდა ამოვარდნილიყო, რომ აი ამ განსხვავებული გოგოებისგან ბავშვობის მეგობრობის გარდა კიდე აი ხო ხვდები, შეიძლება იმდენად განსხვავებული მსოფლმხედველობა ქონდა, იდეაში აქვს კიდევაც, ხო, მაგრამ ახერხებს თქვენთან აი ამ სისავსის შექმნის დედასთან კონტრაპუნქტი, რომელიც პრინციპულად სხვა ტიპის დიასახლისის ფსიქოლოგიის გალია და ეს ფემინისტი, რომელიც დამოუკიდებელია და ანუ რთული კომბინაცია